რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. აუცილებლად გვიყურეთ, აუცილებლად გამოგვიწერეთ. Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ირანმა დაარტყა აზერბაიჯანს. მიუხედავად იმისა, რომ ალიევმა ქუდზე მეტი მტვერი წაიყარა თავზე, პირადად მივიდა საელჩოში და პირადად ჩაწერა ტკივილიანი ტექსტი სამძიმრის წიგნში. არ უშველა. დაუმიზნეს და დრონები ხიეს ნახჭევანის აეროპორტს და სკოლას გვერდით. ინფორმაციისთვის, ალიევები ნახჭევანელები არიან, მაგრამ ეგ მეორე ხარისხოვანია ახლა. მთავარია, რომ ირანმა საჭირო ჩათვალა გაერთხილებინა მეზობელი ქვეყანა, რომელსაც აქამდე აგრესიის არანაირი კვალი არ გამოუვლენია თითქოს. წინა დღეს აზერბაიჯანმა მზადყოფნაში მოიყვანა საკუთარი სამხედრო და სასაზღვრო ძალები. სრულიად ლოგიკური ნაბიჯია, როდესაც შენს გვერდით 100 მილიონიან ქვეყანაში არის ომი. ცოტა მეტი ისტორია გეოგრაფიით არ გვაწყენდა. ირანის ჩრდილოეთში ორი პროვინცია ატარებს აზერბაიჯანის სახელს: აღმოსავლეთ და დასავლეთ აზერბაიჯანი. იქ და კიდევ მეზობელ რეგიონებში ცხოვრობს სხვადასხვა შეფასებით 15-დან 30 მილიონამდე ეთნიკური აზერბაიჯანელი, რაც ირანის მოსახლეობის მესამედში ადგენს. მათ უმრავლესობას ძალიანაც სურს შეერთება ჩრდილოეთ აზერბაიჯანთან, რაც კარგა მაგრად აშინებს თვითონ ბაქოს. ეს გეოგრაფია. ახლა ისტორია. ყარაბაღის 30 წლიანი ომის დროს ირანი ერთმნიშვნელოვნად სომხეთს უჭერდა მხარს, ყველანაირად. ბოლო ორი ომი, როგორც ცნობილია, აზერბაიჯანმა მოიგო დიდწილად თურქეთისა და ისრაელის სამხედრო დახმარების შემწეობით. ისრაელი ირანის მოსისხლემტერია. უფრო ზუსტად, ირანია ისრაელის მოსისხლემტერი. ამიტომ ალბათ ვიღაცამ, ვინც გადაწყვიტა დაერტყა ნახჭევანის აეროდრომისთვის, იქ ებრაული სადაზვერო ავიაცია დალანდა. ან მართლა დაინახა, მაგას გავიგებთ ოდესმე. ფაქტია, რომ ირანმა აზერბაიჯანს დაარტყა. უკვე მეორე დღეს რაც გამოაცხადა, რომ მიზანში ამოიღებდა მტრების მომარაგების მილსადენებს, კერძოდ ბაქო ჯეიჰანს, რომელიც გახსოვთ ალბათ საქართველოზე გადის და ისრაელის მოხმარების 30%-ს უზრუნველყოფს. იმავე დღეს ისროლა ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ამერიკელმა მოკავშირეებმა თურქულ პორტ ჯეიჰანთან ჰეიდარ ალიევის სახელობის ტერმინალის ძალიან ახლოს ჩამოაგდეს. ამ ფაქტებს კი სხვა ფაქტები მოსდევს. და ჩვენ ხოცის ძახილი მადლობა მშვიდობისთვის ბატონო ბორიაო, საკმარისი ირანული ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების შესაჩერებლად არ იქნება. დარწმუნებული ვარ, არ იქნება. რა უნდა კონდეს ქვეყანას, რომლის მეზობლადაც 100 მილიონიან თითქმის ბირთვულ სახელმწიფოს ირანს, ბირთვული რეგიონული სუპერძალა ისრაელი და ბირთვული გლობალური სუპერძალა შეერთებული შტატები ომებია. ბირთვული საფრანგეთისა და ბირთვული ბრიტანეთის მეტი და მეტი ჩართულობით. ასეთ ქვეყანას ამ სამეზობლოში უშიშროების საბჭო მაინც უნდა კონდეს, სულ ცოტა. ფორმატი, რომელიც შეიკრიბება და მოიფიქრებს რა ხერხს მიმართოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ საბჭოს უნდა კონდეს აპარატი, რომელიც მუდმივ ანალიტიკურ მუშაობას გასწევს. ასეთ ქვეყანას უნდა კონდეს თავდაცვის სტრატეგიის დამტკიცებული დოკუმენტები. ასეთ ქვეყანას უნდა კონდეს საჰაერო თავდაცვა. ასეთ ქვეყანას უნდა კონდეს ქმედითი რეზერვი. ასეთ ქვეყანას უნდა კონდეს თავშესაფრების სისტემა. ასეთ ქვეყანას უნდა კონდეს სისხლის, საწვავის, საკვების, მედიკამენტების მარაგი. ასეთ ქვეყანას უნდა კონდეს შიდა და გარე კავშირის სარეზერვო არხები და სისტემები. ერთი ქეციანი სატელიტი მაინც. ასეთ ქვეყანა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა რთავდეს განგაშის სიგნალს, რომ ყველა მოქალაქეს აუხსნას საწავიდეს და რა გააკეთოს. მოკლედ, ქვეყანა ქვეყანას უნდა გავდეს. რა არ უნდა ჰქონდეს ასეთ ქვეყანას? არ უნდა ჰყავდეს არალეგიტიმური მთავრობა, თუნდაც 1% აღქმით. არ უნდა ჰყავდეს არალეგიტიმური პარლამენტი, არ უნდა ჰყავდეს არალეგიტიმური უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც არათუ რუკას ფურცელზე ქართულად დაწერილ პატაკსაც ვერ წაიკითხავს, ისე რომ შინაარსი გამოიტანოს. ბრძანებების გაცემაზე მერე თავდაცვის ორგანიზებაზე, ქვეყნის მართვაზე, კრიზისულ ვითარებაში და რაღაც სხვა ამბებზე საუბარი ახლა არ მაქვს. და ახლა თქვენ მითხარით, რომელ კრიტერიუმს აკმაყოფილებს საქართველო? ხოლო სანამ არ დააკმაყოფილებს, ვის ატყუებს? უპრეცედენტო მშვიდობა მაქვს და ვერ ვინ მოვა ჩემზე დაო. რას პასუხობს არამხოლოდ ქართველი, არამედ მსოფლიო ანტიტრამპისტთა უდიდესი ნაწილი, როდესაც ეკითხები, რატომ არ მოგდის თვალში ეკაციო. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, უკრაინას აღარ ეხმარება და ყველაფერი ევროპაში ატოვაო. ტყუილია? არაა ტყუილი. იარაღით აღარ ეხმარება. თუმცა სადაზვერო უზრუნველყოფა და პოლიტიკური მხარდაჭერა არ დაკარგულა არსად. ისიც მართალია, რომ იარაღით გარედან მომარაგების 100% პრაქტიკულად ევროპელებზეა. ცოტა კანადელებსა და ავსტრალიელებს, სულ ცოტა. კარგია ეგ თუ ცუდი.
ეს მგონი საერთოდ ცალკე საუბრის თემაა, მგონი კი არა ნამდვილად, მაგრამ მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს. ტრამპმა ამ ომის პირობებში მიაღწია, ან თითქმის მიაღწია მდგომარეობას, როდესაც ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მეტად აიღეს საკუთარ თავზე კონტინენტის მცხოვრებლებმა. ამას ცდილობდა პირველი ვადის დროს. ამის გამო ეჩხუბა ყველას. ამის გამო არ ელაპარაკებოდა არც ერთი ლიდერი დაწყებული მერკელით, რომლის ქვეყანაც მაშინ თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 1.25% ხარჯავდა და ხარჯების გაზრდაზე კატეგორიულ უარს ამბობდა. დღეს რამდენს ხარჯავს იგივე ქვეყანა იმავე კოალიციის მართული სხვათა შორის 2.83%. სამ წელიწადში კი, ანუ 2029 წელს 5%-ს მიაღწევს. იგივე ხდება სხვა ქვეყნების ბიუჯეტებშიც. ევროპელებმა არათუ ძველი სამხედრო ქარხნები დაატვირთეს, არამედ ახლები ააშენეს და ისინიც არ ყოფნით ახლა ტანკების, დრონების, ჭურვების და რაკეტების გამოსაშვებად. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ დააბრუნა სამხედრო გაწევა. ნატოში შევიდა ორი უძლიერესი სახელმწიფო. ეს არის ზოგადი ფონი. ახლა კი თავად სურათი. 4 წელია რუსეთი ბომბავს უკრაინას თავისი ირანული და კორეული იარაღით. ამ ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაიზარდა ირანში წარმოებული რაკეტების, მათ შორის უკვე ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა. რაკი რუსეთი ჩანს მარტო ვეღარ ქაჩავს. აქამდე უკრაინა ამ რაკეტებს, დრონებს, მართულ ბომბებს ებრძოდა როგორც შეეძლო. ყველაზე რთულ სამიზნეებს, აი ბალისტიკურ რაკეტებს ამერიკული პეტრიოტებით. კი, პეტრიოტი დღეისათვის არის ყველაზე მაღალშედეგიანი იარაღი. და დიახ, ამერიკას მგონი 1 წელი აღარ მიუწოდებია ეს სისტემები უკრაინისთვის უშუალოდ. სამაგეროდ, იგივე იარაღი ევროპელებმა მისცეს, რასაც ტრამპის პირადი თანხმობის გარეშე ვერ იზამთნენ. ეს დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანი. რაც დეტალი არ არის და არის საბაბი ანალიზისთვის, არითმეტიკისთვის. რაჟობს გაუთავებლად უგზავნო უკრაინას იარაღი, რომლის თითო რაკეტაც მოდელის მიხედვით შეიძლება 4-დან 12 მილიონ დოლარამდე ღირდეს. დიახ, ამერიკის არმია Lockheed Martin-ისგან წელს ამ რაკეტებს 4 მილიონად ყიდულობს თვითონ. იყიდო ესენი, უგზავნო უკრაინას და ელოდო როდის გამოელევა ჯართი რუსსა და სპარს, რომელთაც მთელი ეკონომიკა სამხედრო მრეწველობაზე აქვს ორიენტირებული და ნავთობისა და გაზის გარდა მხოლოდ იარაღს აწარმოებენ. თუ უბრალოდ ადგე და პირდაპირ ამ იარაღის მწარმოებელ ბუდეს მიაკითხო ირანში. ამერიკა ისრაელ, საფრანგეთ, ბრიტანეთსა და სხვების წარმატებით და ღმერთმაგდას ეს წარმატება მალე დადგეს, რუსეთს აიათოლების რეჟიმის სახით გამოაკლდება რაკეტების, დრონების, ჭურვებისა და ტყვიაწამლის მთავარი საგარეო მომწოდებელი. და რაც ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, ჩაეკეტება დერეფანი სანქციების გვერდის ასავლელად. ნავთობის გასაყიდად, ჩიპებისა და მარაგნაწილების საყიდლად და 1000 სხვა მამაძაღლობისთვის. ამ ომის გადასახედიდან ირანისა და მისი რეგიონული მოკავშირეების სამხედრო პოტენციალის გათვალისწინებით უკრაინისთვის პატრიოტების მიწოდების შეჩერება გაცილებით უფრო ლოგიკური ნაბიჯი ჩანს. ახსნადი მაინც. თუმცა ვიღაცა შეიძლება ამაზეც იდეოს. დიახ, ამერიკულ არმიას ახლა ეს იარაღი თავადაც უკიდურესად სჭირდება და მარაგის სამწუხაროდ ულევი არ არის. ამოცანა ისაა, რომ იმათ ბავშვების მკვლელი აიათოლებისა და გენერლების მარაგი უფრო მალე გამოელიოთ, ვიდრე ამათ პეტრიოტები და ტომაჰავკები. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგუტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню очень гадаться.